თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იშხანის და ოშკის აღდგენის სანაცვლოდ თურქეთის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. შეთანხმება თურქულ მხარესთან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა. ნიკოლოზ ზრურვა თურქეთის კულტურის და ტურიზმის მინისტრს ისერტერ გუნაის შეხვდა, რომელთანაც კულტურული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. გარდა ამისა, თურქეთი საქართველოს თანამშრომლებს ლიტერატურის დარგშიც ითარგმნება თურქული ლიტერატურა ქართულად და პირიქით. მოლაპარაკების შედეგად ახლო მომავალში საქართველოში თურქული კინოს კვირეულიც ჩატარდება. დღეს ჩვენთან იმყოფება საქართველოს კულტურის მინისტრი და საქართველოს ელჩი. ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობაა და გვინდა თანამშრომლობა გავაგრძელოთ ტურიზმისა და კულტურის სფეროში. ორივე ქვეყანაში არის კულტურული ძეგლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება მათ რესტავრაციაზე და დღეს უკვე კონკრეტულ შედეგამდე მივედით. ქართული მხარე თანახმა აზიზეის მეჩეთისთვის გამოგვიყოს ადგილი, სადაც ჩვენ ახალ მეჩეთს ავაშენებთ. როგორც მინისტრთან საუბრისას შევთანხმდით. ახალციხეში კი რესტავრაცია ჩაუტარდება აჰმედიეს კომპლექსს. სამუშაოებს ქართული მხარე უზრუნველყოფს თურქის სპეციალისტების დახმარებით. ჩვენი მხრივ კი ვალდებულებას ვიღებთ აღვადგინოთ ოშკი და იშხანი ქართული სპეციალისტების მეთვალყურეობით და დახმარებით. თითოეულ კახეთში უხინალექის გამო რეგიონს პრობლემები შექმნა.